აქეთ წავიდეთ. ეხლა აქეთ წამოვიდეთ მამიკო. მოდი ეხლა მარიკა მამიდას დავეჯახოთ და კარგი დათო ნუ მაიმუნო. კარგი და მარიკა რა იცი რა ბედნიერი ვარ მალე ბავშვს მოვიყვანთ. მეც ერთი სული მაქვს როდის მოვლენ. მოდი მამიკო ეხლა დაგათვალე. მარიკა როგორ დავიყვანო ბავშვი? ესე თუ ეგრე ისე. ხო. მოდი მამიკო ეხლა ეგრე. დავათვალიეროთ სახლი მამიკო. აი ეს არის ჩვენი სახლი. აი აქ ცხოვრობს ირაკლი. ეს არის ირაკლის ოთახი. აქ შესვლა არ შეიძლება. ეს არის ჩვენი აივანი. აგასვაც არ შეიძლება მამიკო. აი ეს არის საბაზანო. აქ მუდამ დაკავებულია რომ გინდოდეს ვერ შეიძლება. ეს არის ჩვენი ოთახი. აქ რამდენიც გინდა შედი და გამოდი. შედი და გამოდი. ეხლა ნახოთ გასასვლელი კარი. აი ეს არის მამიკო გასასვლელი კარი. ამ კარის პირდაპირ ცხოვრობენ დები ღლონი. და თუ არ შეჭამ მამიკო აუცილებლად დაუძახე. აი ირაკლი ბიძიაც მოვიდა. ირაკლი რა არის იცი ხა აივანს უყურებდი და ხომ რა მოშენებდი ჰა? აივანი ამოვაშენო? ხო. რა შეგჭირდება? მე არა მალე შენ დაგჭირდება. მარიკა რა არის ამდენი საჭმელი? რა საკეთებ? რა არის და ჩვენს ბავშვის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ. ყოველ 1 საათში უნდა ვჭამოთ. და მე რა ვქნა მარიკა? მე რა ჩავიცვა ბავშვს ასე დავხვდე? ირაკლი ის ჩაიცვი ის ზოლებიანი ის მაისურიანის რა ქვია მწვანე პერანგი ან ლურჯი. როგორ ჩავიცვა დათო როგორ? აჰა. მარიკა ამან უნდა გაზარდოს ბავშვი? კარგი ირაკლი. ჰა? არა გეკითხები რა. დათო ცოტა უნდა დასერიოზულდე. უკვე მამა გახდი. დათო ბავშვი ცი რამდენი რაღაც ჭირდება? აი სახში რო იქნები მაგალითად უნდა გაართო. უნდა უმღერო. უმღერო? ხო. რა ვიცი? მე გასწავლია უნდა მაგას. ხო? მარიკა. ნო. მიდი. ერთად ცხოვრობთ ამ დიდ სახში. ია. ირაკლი მარიკა დათო ნატა და პატარა ანანო. ია. ირაკლი მე მგონი ასე ჯობია. ირაკლი რა უნდა გთხოვო? ია. სალომე. ბატონო. სალი მოდი ერთი წუთით. სალომე, ახლა მოვა ჩემი მეგობარი ლაშა. ხო და როცა მოვა შენ მობილურით სურათი გადაგვიღე. თორემ ვერავის დავაჯერებ რომ მართლა ვიყავი პაემანზე. კარგი.
ლაშა აი შენ ვაიმე ой ისევ ისეთი თაიგული რა რომანტიკული და ორიგინალური ხარ ძალიან ხომ არ დავიგვიანე კეთება არა იცი რა საათი არ მქონდა და და შენი საათი რა უყავი მეზობელმა წამართვა ხო კარის მეზობლები მყავს დები ნინო და ნანა შემოდიან და გააქვთ ყველაფერი თუმცა ადროს ეს არის იცი თავარია რომ ჩვენ ერთად ვართ გამარჯობა დღეს მირთმევთ ახლა თუ გინდა შხამსაც და ყავა ჩვეულებრივი ყავა ერთი ყავა და მე მაშინ კაპუჩინოს დავლევ ძალიან კარგი გადასარო კაპუჩინოს ვამზადებ კეთებან ხო რაო იცი რა მინდა გითხრა ხო მიდი აი როცა გიყურებ მინდა გითხრა რომ შენ ძალიან კაპუჩინო გაგვთავებია და ვანილა ლატე რომ იყოს იყოს რაო ლაშა რაო რას ამბობდი მიდი თამამად გაგწი ხო იმას ვამბობდი რომ მე შენ აი ძალიან როგორ ხაი ლაშა ნუ მიაქცე ყურადღებას აბა მიდი გაგზელე რაო ისი თქმა გინდა მე გისმე მიდი ისი თქმა მინდა აი როცა შენ გიყურებ შენ ძალიან რას ვამბობდი ხო იმას ვამბობდი რომ კეთებან შენ აი ხვდები რომ გიყურებ შენაირ ლამაზ ნაზ და სათნო ადამიანს არასდროს არ შეხვედრივ არა ამას თქვა ახლა თუ გინდა თავში ქვაგიხლიათ ყველას მეც არასოდეს არ შევხვედრილა უკაცრავად ალო ხო თამა ხო კი მოვიდა ხო ყვავილები მომიტანა კი ყავაზე კი დამპატიჟა ხო კი ხო ძალიან კარგად კი რა არა თამა რას ამბობ გაგიჟდი რა ვიცი ჯერ ადრეა ალბათ ხო არა კარგი მე კარგი წავედი კარგად ხო კარგი კოცნი პაკა კარგი ვინ იყო და ის მერიდან იყვნენ კორპუსების გადახურვის თაობაზე მირეკავენ შემჭამეს ხო კეთებან რა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა აღნიშნეთ აღნიშნოთ ხო მენიუ თუ შეიძლება არ მე მოგაწვა თქვენ სტომატოლოგი ხართ ხო? შესვენება აქვს. ხერხულია კეთებან. ხო, კეთება. მე ერთი წუთით გავალ. უკაცრავად ეხლავე დაუბრუნდები ხო? ერთი წუთით ეხლავე დამელოდეთ. ერთი წუთით მე იმ ბიჭთან ვარ. უკაცრავად. აი, უკანა მეოთხედველი მაწუხებს და შეიძლება რომ მოვიდეთ თქვენთან? კი, არ არის პრობლემა. ხვალ 4 საათზე შემეძლება მიგიღოთ. კარგით, მაგრამ აი დრო თითქმის არ მაქვს ხოლმე და შეიძლება ისეთი დრო შევარჩიოთ, რომ არავინ არ ყავდეთ და ლოდინი არ მომიწიოს. მაშინ 6-ზე მობრძანდით, არავინ იქნება, მარტო მე და თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. რას მიკეთებ, ლაშა? ეს რა გამიკეთებ, შენ ვიყოფი ხარ ლაშა. რა მოგივიდა? ეს სხვანაირი წარმომედგინე. ანაირი წარმოგიდგინე, რა მოგივიდა? როგორი მაღალი და ათლეტური, რა ვიცი. Gati, ვიყოფი ხარ თქვენ ეს რა გამიკეთა? მადლობა.
მადლობა გენაცვალე. Ეხ. Уара მაგარი. ეს და სიჩუმე. არა რა. დათოზე მაგარი გამოვდექი რა. ჯერის კაცი გაუშვი მშვიდად სახლში და მე დავეპატრონე მის ოთახს. უარა მაგარია რა. დიახ. მადლობა თამარ. ამ გლონტებმა საიდან გაიგეს. ხო თამარ. დიდი მადლობა. ქეთევანსაც დიდი მადლობა. ხო, კი, დიდი კაბინეტია, კი. არა თამარ, იცი გავდივარ მე უკვე. მე 4 წუთში გავდივარ. ხო. კარგი, ხვალ იყოს, კარგი. ხვალ ყვირა. ნათია! ირაკლი. ნათია. დიახ, ირაკლი ექიმო. ერთი ფორმა 27-ის შემომიტანე რა. მადლობა. ნათია. კიდევ ერთი ფორმა 27-ის შემომიტანე რა. მადლობა ნათია. ნათია. აი ფორმა 27 და მეტი აღარ გვაქვს. მადლობა ნათია. აჰა. ვარა მაგარია რა. ესე იგი დილის კონფერენციაზე რომ მოვლენ მთელი თანამშრომლები და მე რო აქ დავდგები. გამარჯობეთ. გამარჯობა, მადლობა, კარგად არის. მამი და ჩემიც კარგად არის. მობძანდით. Dabzandit. ვა, მე რო ვიტყვი. აბა, რეანიმატოლოგები აქეთ. ქირურგები აქეთ. თერაპევტები წინ დასხედით. სად არის გრიგოლ ნემსაძე? თუ არ უნდა მუშაობა დაწეროს განცხადება და წავიდეს სად? და ფულს კარგად იღებს. ბატონებო, დავიწყოთ დილის კონფერენცია. მე მინდა თქვენი ყურადღება ცოტა სერიოზულად გენაცვალე რა. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო გუშინდელ ერთ ინციდენტზე. ბატონებო, დავიწყოთ დილის კონფერენცია. ესე იგი, ბატონო ჯემალ, მომისმინეთ. ამ ჭიქით დიახ გისმენთ ბატონო ირაკლი ექიმო მძღოლი გელოდებათ რა წუხებს არა რა უნდა აწუხებდეს არაფერი მძღოლი გაგინიშნეს და გელოდებათ მადლობა ნათია ბატონებო ხომ ხედავთ მძღოლი დამინიშნეს და მელოდება სამინისტროში უნდა გავიქცე. ამიტომ დღეს დავასრულოთ ჩვენი კონფერენცია და ხვალ გავაგზავნოთ. კარგად გზამდებოდეთ. კარგად გადავცემ მოკითხვას მამიდას. კარგად. ვარა მაგარი. ახლა საჩუქრებს მივხედოთ. ეს კონიაკი კარგია. ეს კიდე კონიაკი კარგია. ეს ლიქიორი რა უშავს გამოსწორდება ახალგაზრდა. ეს
პორტვეინი, კარგია. ვიდეო კამერა. არა, ესე იგი გამაგიჟებენ რა. ერთი სისულელე რო არ გამოურიონ არ შეიძლება. ნათია, შემოდი ერთი წუთი გენაცვალე. ნათია, ეს არის თუ ჩემი საჩუქრები? არა. აბა? გრიგოლ ხუცლავამ გაჩუქათ ლეკური ხანჯალი. და ნური ალავიძემ გაჩუქათ დიდი ხმალი. აჰა, ესე იგი ხანჯალი და ხმალი. კარგი ნათია, თუ ხანჯალი და ხმალია, მაშინ რა ქენი იცი, მძღოლს უთხარი, მანქანა აღარ მინდა, ერთი ცხენი შემიკაზ მოსდა. სამი წვენი, სამი ყავა და სამი ნამცხვარი. მოვა ვინმე? კი. მარეკა თუ მოვა არ გეყოფათ. არა, ანანა მოვა. მაშინ კი. ეკა, რა საპირებს ზაფხულში? გინდა პატრიოტთა ბანაკში წაგიყვანი. ისეთ ბავშვებს გაგაცნო. იცი რა, სანდრო. მოდი რა ვქნათ, იცი? მისაღებ გამოცდებზე წავიდეთ, იცი რა ჭკუიან გოგონებს გაგაცნო. გამარჯობა. ანანა. გამარჯობა. გამარჯობა. ახალი ამბავი მაქვს. სამუშაოდ მივდივარ საზღვარგარეთ. მართლა? ხო. წითელი ჯვრიდან დარეკეს და სამუშაოდ მაგზავნიან სუდანში. ალბათ დიდი ხნით. სუდანში რა გინდა? სუდანში რა მინდა და დარფურის პროვინცია ესეთი. სამოქალაქო ომი ქონდათ და 2 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, წარმოგიდგენია? და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ტანსაცვლით, წამლებით, საკვებით, ვაიმე რა მაგარი. 2 მილიონი უსახლკარო? რა მაგარია? ჩახვალ თუ არა 2 მილიონი დათო დაგხვდება. თუ ვერ ვიშოვი აქ სამსახური მეც წამოვა. მე აკა შენი კარ მოგეწონება. იქიცი როგორი ქვეყანა, საშუალო ხანგრძლივობა სიცოცხლეს რაღაც 35 წელია. ესე უჭირთ? ხო, და წარმოიდგინე, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა მთელ ქვეყანაში არის 18%. მართლა, მაშინ სანდრო წაიყვანე რა. აუ, სანდრო, წამო რა, მართლა იქ შეიძლება მინისტრად დაგნიშნო. არა, მე ჩემ სამშობლოს უნდა გამოვადგე. ლონდონში ყველად კი არ მისწავლია. ცოტა გამოფრთხილეს, რომ თურმე საშუალო ტემპერატურა ჩრდილში 45 გრადუსია. ვაუ, 45? ბევრია. მე როგორც ვიცი, კარგი ტემპერატურა 36 და 6-ია. კაი, მე მეჩქარება, აუ, მე გადაგიხდით რა. ვინ იცის კიდე როდის შევძლებთ თქვენ დაპატიჟებას, ხო? მეცადეთ. აუ, სადავი. ახო, კარგად. კარგად. მოგონი რაღაც დაუვარდი. მეც. საგზურია მე მგონი. საგზური, სანდრო წერილია. ჩემო უსაყვარლესო და უნიჭიერესო მხატვარო ლამაზო დათო. რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფრით დაგივიწყე. რა? ვერაფრით დაგივიწყეო? ეკა რა არის, იცი მე მგონი, სოლომონს ხო ჭირდა ამნეზია. ამას ეთყობა რაღაცა საწინააღმდეგო ჭირს. ხო, ნაზიდეიდა, ხო. ვათხოვებთ ქეთევანს. აბა ისეთი კარგი ბიჭია, ესე იგი, თეთრი პირის სახის, წყლიანი ცისფერი თვალებით, დავარდნილი თმით, ხო. კირილეს და გუგულის ჩვენ დავურეკეთ და გაგიჟდნენ, ისე გაუხარდათ. ხო. რამინი ბიძიას იქნებ თქვენ გააგებინოთ. ესა ხო ბეჟანი ბაბუა მოსწრებოდა სულ იმას ამბობდა რომ ქეთევანის ბედნიერებას და პერესტროიკას მომასწრებოდა.
აბა საწყალი. ხო. დავიღუპე. რატო? ლაშას დავშორდი. რას ქვია დაშორდი? დავშორდი. ვეღარ ნახავ? ვერა. ვაიმე, ვერც მის ოკულისტ მეგობარს? ვერა. დავიღუპე. ხო, ნაზი დეიდა, ხო. კარგი, მე გამოგიშვებ ზარს. ვაიმე, არა, ვიცოდი რომ რაღაცა ცუდი მოხდებოდა. დილით რო გავდიოდით სადარბაზოდან, წინ ჩანჩურამ გადაგვირბინა. კეთებან, კარგი, ეხლა ნუ დამახვია თაგრო დაჯექი და მითხარი რა მოხდა. რადა იმ თხაში გამცვალა. რომელში? ოფიციანტი როა სალომე. აი სალომე, კიდე დაგჭირდება ხურდები. თამარ მომაშორეს ყვავილები. რა ვუყო? რა უყო და ვაზაში ჩადე წყალი დაუსხი. დააგდი აქ მაგიდაზე და ეგდოს. ლიკატალ. კეთევან, ლიკა ტალახაძემ როგორ გვაჯობა, ორჯერ გათხოვდა. ჩვენ ორნი ვართ და ერთხელაც ვერ ვაიმე თამარ, შენ არიცი რა ძნელია გატეხილი გულის გამთელება. ნეტა სად მოასწარე ამ ორ დღეში? ეხლა შენღა მაკლი ხარ თამარ. ხო გეუბნებოდი ნუჩქარობ მეთქი. მეუბნებოდი. ხო და ეხლა მიბრძანდი და ამოალაგე შენი მზითვები. მართალი იყო პრებედინა ბებია რომ მეუბნებოდა. სტომატოლოგი კაცის სახლში შესაშვები არაა. აი ყელყურს ხვირის სულ სხვა საქმეაო. აბა, ვიგებ. გამოიწია ირაკლი. შემოსვლა სახლში. ანანიკო შემოგძანდი. აი ანანიკო, ეს არის შენი სახლი, მამა. დათო, თან გავხურა. აი ამ ოთახში ცხოვრობ ჩვენ. დლოებით. ირაკლი. ეს მართლა 3 და 400-ია, ჰა? წონაში ხომ მოგოტყუეს ბიჭო. კარგი დათო შეწუხდა ბავშვი. მოდი რა დასვიდას. ბალი შეგდო. რაო, პატარა ანანიკო. რაო, რა მინდაო, ჰა? რაო და რა მინდა გწყობო? უჰეჰეჰეო. მაგარია. ომე. რაკელი სადრო გადაიღე ყველაფერი? კი, ყველაფერი გადავიგე, სამშობია რომ გზა და ეხლა აქ ვიგე. ოხ სანდრო. აი ეხლა გადაიღე. ეს დახურული მქონდა და ისე ვიგებსი, ბიჭო. არა უშავს, ეხლა თავიდან გადავიგებ ყველაფერს. გადაიღე. მაშასე ჩვენ ვიმყოფებით ირაკლი ჩხეიძის სახლში. სახლში, რომელსაც კიდევ ერთი ბინადარი შეემატა. პატარა ანანო, აი ისიც. რა სიცოცხლეა? რა საყვარელია, სად არის? აი ბებია ღლონტებით მოვიდა. ვიგებ. რა სიცოცხლეა? რა საყვარელია, სად არის? აქ არის. რაო, რა დავარქვითო პატარასო? ანანო დავარქვით. თამარ კეთევან ერთავს მიხედეთ, კარგი. კი. ანანო. აიმე, ზედ გამოჭრილი მამა. თამარ რას ამბობ? ნატა სასლია დედას გავს, შეხედე. შეხედე, კეთევან ნიკაპი თვალები სუფთა დათოა. თამარ შენ ნესტანის გოგოზეც ესე ამბობდი? კოპიო მამაო რა და გამოხოხებული დედა. როდის ვამბობდი? როდის და შაქარზე რომ შეხვედი მაშინ? მე კი არ შევედი, შენ შემაგზავნე, შაქრის ამოტანა დაგავიწყდა. კარგი, შაქრის ამოტანა დამავიწყდა, მაგრამ იმ დღეს კარტოფილი რომ ამოვათრიე, მარტომ შენ დაგავიწყდა? დამაყვე
ხედრე ახლა სამაგიეროთ იმ დღეს ლიფტის ფულის რეკორდი ვინ მოხსნა? შენ ხო კარგი მამას გავს აი ეგრე ვაი დათო გილოცავ დათო რა საყვარელია გილოცავ რა სიცოცხლე მოგეწონა მამიკოთები გლოტები აბა ეხა მიაფსიკეთე აი ოჯახის უფროსის გამოჩნდა მარიკა სანამ რესტორანში წავალთ ერთი სადღეგრძელო ოჯახის უნდა ვთქვა არ შეიძლება სხვანაირად მიდი რამე მოამზადე დროზე კარგი ირაკლი რა დროს სადღეგრძელო კარგი ირაკლი არ ინერვიულო მე მოგიმზადე მიდი აი მე გაიყვიდა რაღაცა სიტყავს მამას გავს საჭმის დრო ნანა ხოდათო ვამზადე ფეხლავე სანამ საჭმელი მოვა მე და ანანიკო ვითამასებთ აბა ანანიკო აბა შეგედა აქეთ იგი მაირაკის დაგაკი თამაში მოიგონე მალავი კარგია და მეც რომ ვეთამაშო ხო სანდრო ქალაქობანა ეთამაშე დზე ეხლა წავიდეთ მამიკო საჭმლის დროა ჩემი ლამა ფუ ნანა მოხედე ბავშვს მოდი ეხლა ვჭამოთ მარიკა მამიდა ბოთლი წამოგვიღე ჩქარა წავიდე მარიკა მამიდა შეგვიჭამთ ო ჩქარა წავიდე თორე მართლა შეგიჭამთ დათო ახლა რა მაგარი რაღაც ვიპოვე მოგლეთ ახლა ერთი სადღეგრძელოს თქვათ და წავედით კარგი ირაკლი აღარ გვინდა ეს სადღეგრძელო ერთი რა კი ირაკლი კი შეიძლება ერთი შეიძლება მიდი ხო და ახლა მინდა ერთი ძალიან ლამაზი და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ ერთ ყადს ყოველ ღამე ბებუთი ესიზმრებოდა ბებუთი მის გარშემო დაფრინავდა და მთვარის შუქზე ელავდა რა არცა და ყადმა ჰამაკშიც დაიძინა მუცელზეც დაწვა მაგრამ ეს ბებუთი არ ქრებოდა აუ ალბათ ყტებიო იფიქრა და მეგობრებს უხმო მოვიდა სამი მეგობარი ერთი დერვიში მეორე მექისე და მესამეც მეთუმუხჩე ამ მეთუმუხჩეს ქალაქში მცხოვრები 100 კაციდან 50 ყომარბასს ეძახდა 48 თითლიბას ორიც არაფერს რატო? იმ ქალაქში ორი მუნჯი ცხოვრობდა. ეჰო! ალბათ ყუტებიო, დაიწუწუნა ამ ყადმა. კაი კაცო. მეგობრებმა მოვთხოვს. და ესე ჩუმად იყვნენ კარგახანს. ბოლოს ეს სიმყუდროვე ისევ მექისემ დაარღვია და თქვა რას დავაკვირდი ციო? ჩემი პროფესიიდან გამომდინარეო? რასო და ჩემთან რომ მოდის კაცი ჭუჭყიანი და არაქად გამოცლილიო? ხო. ერთს კარგად რომ დავდეგვაო და დავზელო? თითქოს ახლიდან დაიბადაო. ხო და აი შენო ეს კაცზე უნება. შენო ახლა რომ მოკვდებიო? აუცილებლად სადმე სხვაგან ახალი სიცოცხლე დაიბადებაო. ხო და მოდი ახალი სიცოცხლის დაბადებას და ჩვენ ანანოს გავუვარდეთ. ირაკლი. ეხლა ისე ხუთნი ხართ ოჯახში და ლიფტის ფულის დადებაც 5 სულზე მოგიწევ.
არ წავიდეთ? წავიდეთ იქაც მელოდებიან, წავიდეთ. თქვენის რაქვე წადით და მე მოვალ. დათო. კი ჯაკი მომეცი. რატო? რაც ქვია, რატო რესტორანში მივდივარ და უნდა ჩავიცა, მომეცი. აგერ რაგი მეც ხარ მოდი. ეს საიდან უნდა გამოვთო? იყოს ერთი. მადლობთ. შემოდი. არა, იყოს. დაჭიქი. არა, იყოს. ისე ყველა რესტორანში წავიდეთ, თუ გინდა ჩვენც წავიდეთ ეგ. არა, დათო, მე არ მცალია. მე სხვაგან მივდივარ დღეს. სხვა რესტორანში მიდიხარ? არა, სხვა ქვეყანაში მივდივარ. სად? სუდანში. სუდანში? ხო. დააშავე რამე? კარგი რა და არა დათო, მე სუდანში მივდივარ სამუშაოდ და ნახე ისე დასამშვიდობებლად მოვედი უბრალოდ ისე. დასამშვიდობებლად მოხვედი? ხო, და ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავდე, რა ვიცი. დიდი ხანი ვეღარ ნახავ და რა იცი. და ალბათ ძალიან ისა ძალიან ისა. მოიწერე და წეთი, მე შე რაღაცას დაგიტოვებ, ესე ჯობია ხო? ერთი წუთი, ვაი. აღარ არის. ნუ კარგი როგორც ვარ. ნუ დაგემში და მე წავედი, კარგად. მეც წავედი იერა და ის. იქე დათო, ბავშვს რა დაარქვით? ბავშვს დავარქვით. ელისო. ელისო დავარქვით. კარგი სახელია, ელისო. სუდანის კარგი სახელია. კაი, წავედი მე, კარგად. დათო, ვინ იყო? ვის ვლაპარაკებოდი? ის იყო ელისო. ელისო ვინა? ელისო არის ტელევიზორში ფილმი იყო ქართული ელისო. უყურებდი. გამართული როა? დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. წარმოგიდგენია დათო. უკვე მამა ხარ. შეცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ეხლა კარგად უნდა დაფიქრდე. არა? მოიცა? ჯერ უნდა დალიო. მერე უნდა დაფიქრდე. რა დრო ვატარეთ? კარგი. ის დაბალი მელოდი. ტარიელი. ხო, რა ხმა ჰქონდა? აბა, ტარიელიო. თამარ, ამას აქ რა უნდა? ქეთევან, მოიცა? ჯერ ირაკლი მიუშვათ წინ. წონიანი კაცია და დარტყმებს აიტანს. მოიცა, თამარ, რა წონიანი, რა დარტყმებს? ქეთევა. მინდა ყველაფერი აგიხსნა. დილით რაც მოხდა ბარში, უბრალოდ გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი. მე შენს მეტი არავინ მინდა. მარიკა, შენ ხوار დაგილევია დღეს.
ხარა? მე შენს იმას ხედავ, რასაც მე. გონიკი. ვაიმე. პირველად ხდება, რომ ადამიანს ზემოდან ვუყურე. კეთევან. თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე? კი, თანახმა, აბა როგორ არის? ვაიმე, თამარ, რა ვუთხრა? უთხარი რომ შენ ჯერ ამისთვის მზად არ ხარ, დრო გჭირდება მოსაბ. რა უნდა უთხრა? მარიკა, ახლა ეკა შემოვიდოდეს აქ. თავისი ასაკის შესაფერის კაცთან ერთად და არაფერი აღარ მინდა. კარგი რა მარიკა რა, კარგი რა. შენ გონი ახლა მომშივდა? აბა უბრალოდ ანანიკოს ვასწავლი დანა ჩანგლის ხმარებას. აი ოღონდ ანანიკო, ესე უნდა აიღო, ნახე და მე შეჭამო. სანდრო, შენ რას წვალობ? გუში რაც გადავიღე, იმის ყურება მინდა და დენ. აჰა, მიდი შეერთე და ნახოთ ერთი რა გადაიღე ჩემო სპილბერგო. ალო გოგი როგორ ხარ? არა მიშავს. კი მომიყვანეთ უკვე. ძალიან საყვარელია. კი. საჩუქრებიც მიიღო ბევრი. ბებიამ ტანსაცმელი გამოუგზავნა, ბიძამ თოჯინა ჩუქა, მამამ ყულაბა უყიდა. და როდის მიდიხარ გოგი? ვა, ამდენი ხნით. ცუდია, არა უშავს. რო ჩამოხვალ სექტემბერში ისევ დაგირეკავ. ხო? კარგი გოგი, აბა შენიცი. კარგი. მოდი მამიკო ეხა ჩემთან მოდი. ვა, რა მაგარია. ირაკლი ბიძია. ხო. რა გვინდა გთხოვნა? კარგი ხო, მივხვდი. აი შენ 20 ლარი. დათო. აი შენ 20 თეთრი. მარიკა, მე დღეს რა პერანგი ჩავიცვა? აი პერანგი და ჩაიცვი. და სად მიდიხარ? ატაში მივდივარ, მარიკა. ატაში. დათო მოახურე ბავშვს, რამე არ გაცივდეს. აჰა. გაიგონი რა თქვა? მარიკა მამიდამ მოახურე ბავშვს რამე არ გაცივდესო. აბა მოდი მოვიხუროთ, მამიკო. დათო. გავიქცეთ მამიკო, სანდრო. შენ გეცოდინება. ევროპაში კილერის გაქირავება რა ღირს? რა ქენი შეერთე? არა, ირაკლი, იცი, ვერ გავიგე პლუსი და მინუსი რომელი. რა პლუსი, სანდრო, რა მინუსი, მიმიშვიერთი რა. აი მე ირაკლი ფრთხილად იყავი, დენს ირტყმევინება მაგრამ. მოიცადე ერთი წუთი რა. ეს აი აქ, ესეც აი აქ. აი ჩავთოთ. აი, მოდი უყუროთ. ხარხეთ უკვე? მოდი ნატა, მოდი გუში და გადაღებულს უყუროთ. აიო, აჰა. ვა, მარიკა, ნახე, მე რო გუში სადღეგრძელოს ვამბობდი თითლიბაზზე, ხატზე, დერვიშზე, მექისეზე. ნახე და იმ ორმუნჯზე. ნახე, ვამ. კარგი რა. მომასპინეთ რა. ირაკლი, რა დროს სადღეგრძელოა, გადაახვით. მოიცა. წარმოგიდგენია დათო. უკვე მამა ხარ. შესხორებაში ახალი ეტაპი დაიწყო. კარგად უნდა დაფიქრდე. მოიცა?
ჯერ დავლიოთ და მერე დავაფიქრდეთ. ესე იგი რა გამოდის? ერთი ანანოს გამო მეორე ანანოს ვკარგავ. მაგრამ რა მექნა? ბავშვ მამის გარეშე ხომ ვერ დავტოვებდი. ძალიან მომენადრები ანანო. ჩემო ანანო. გამურთე. მოიცა ძალიან მაგარია. რა ლეგენდური ყოფილა. გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. რა ხდება? რა როხროხია? თავი ამეხადა, გაგაგიჟეს ირაკლი, რა მოხდა? თამარ. მაპატიეთ ბატონო, თქვენ ვიბრძანდებით. მე? დიახ. მე ლიფტების სამსახურიდან ვარ რა. ლიფტს ვაკეთებ. ქეთევან! რა? გამოდი ჩეპეა. რა ხდება? რა ხდება აქ? რამბავი, თუ შენ იცი ხო ბეჭდის სამთავრო. რამბავი აქ ბოლოს და ბოლოს რა ხდება? გამაგებინეს თავი აქ ტკივდა. რა ხდება გენაცვალე? რა ხდება ქალბატონო და ლიფტი გავაკეთე და დღეიდან იმუშავებს. აბა? მაპატიეთ ბატონო, მართლა იმუშავებს? რას ქვია მართლა? იმუშავებს აბა რა? მაგრამ აი ამოსვლის დროს 5 კაპიკიანი უნდა ჩააგდოთ ხოლმე. რას ლაპარაკობს? გენაცვალე, ოღონდ ამ ლიფტმა იმუშაოს და არა თამარ, არა ქეთევან. ვაიმე ქეთევან, კიდევ კარგი საბჭოთა 15 კაპიკიანები არ გადავყარეთ. არაფერი ბატონო, არაფერი, დიდი მადლობა. კარგად წამოვიდეთ. დიდი მადლობა. ახლა. კარგად. ნახო.